აღმოჩნდებიან თუ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გისოსებს მიღმა. ქართულ ოცნებას თია წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის ბრალდებით მოწინააღმდეგეების დაჭერის შესაძლებლობა აქვს. ეგრეთ წოდებული კომისია ოპოზიციონერ ლიდერებს ჯერ სხდომებზე იბარებს, უარის შემთხვევაში კი პროკურატურა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს იწყებს. ოპოზიციონერებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირა უკვე შეფარდებული აქვთ, თუმცა მათი ნაწილი თანხის გადახდას არ აპირებს. მათ შორის არიან ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩიჯაფარიძე და ნიკა მელია. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქროაშვილს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. დიდი ალბათობით იგივე ემუქრება ზურა ჯაფარიძესაც, რომლის პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალაა ჩანიშნული. დღეს კი კიდევ ერთი ოპოზიციონერის გივით არგამაძის საქმეზე მორიგის სხდომა გაიმართა. ქართული ოცნების პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. შეგუებულება ვართ ხო ხა ვიცოდით რომ ყველა წარმოადგენთ პოზიციებს, იმიტომ რომ გადაწყვეტილია წინასწარ გადაცემა, ესეც მოხდა. სხვა მხრივ ხა ბექამ რაც თქვა, მეც ვიყავი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ომის გამოძიების და ზუსტად ვიცი რა ხდება და როგორ ხდება და ის პროცედურები არ ჩატარებულა, ეს ფაქტია, კენჭისყრა არ ყოფილა დაბარებასთან მიმართებაში, მაგრამ როგორც ვთქვით, ისე ჭრიან და კერავენ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, არც ვიცი რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს არსებითი განხილვა, არც ვიცი ეჭვი მაგრაც აქვს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილი, ნახავთ გამოჩნდება. პროცესზე დაცვის მხარე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე არ შეწყვიტა. გივით არგამაძის ადვოკატის ბექა ბასილაიას შეფასებით საქმე სამართლებრივად აბსურდული არ ადგან. ეგრეთ წოდებულ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არგამაძის წინააღმდეგ ბრალის წაყენება ადმინისტრაციული მუხლითაც შეიძლებოდა. გარდა იმისა, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ეს არის სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ზუსტად იგივე შინაარსის ნორმას ითვალისწინებს, რითაც სისხლის სამართლის საქმე აწარმოებს გივით არგამაძის წინააღმდეგ. აქ არ არის არავითარი წინააღმდეგობა, იდენტური მუხლებია. შესაბამისად, უფრო მსუბუქი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული. სულ რომ დაუშვათ, რომ ეს კომისია ლეგიტიმურია. ერთადერთი არგუმენტი ამის საწინააღმდეგოდ, რაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ და სასამართლომ, იყო, რომ თვითონ კომისიამ ჩათვალა, რომ სამართლის დანაშაულია, კომისიას ვინ მისცა ქმედების კრიმინალიზაციის უფლება. კომისიას ვინ მისცა კონკრეტული ქმედების სისხლის სამართლებრივი შეფასების უფლება. ამის უფლებამოსილება აქვს ამ ქვეყანაში პროკურატურას, ამის უფლებამოსილება აქვს სასამართლოს კანონის საფუძველზე. პროკურორ ნათია თათიაშვილის პოზიციით კი სისხლის სამართლის საქმეზე დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა. მისი განმარტებით კომისიის დებულებაში გარკვევით წერია, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. პირველ რიგში დაცვის მხარეზე აპელირებდა, ეს იყო ის გარემოება, რომ აღნიშნული ქმედებისთვის პასუხისმგებლობა დაწესებულია ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 ტერცია მუხლში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოსაც მოვახსენეთ, რომ აღნიშნული ქმედებისთვის პასუხისმგებლობა ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც იყო მითითებული, ისჯება ბუნებრივია ამ კანონითაც, თუმცა მოგვიანებით კანონმდებელმა ჩათვალა, რომ აღნიშნული ქმედებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებული უნდა ყოფილიყო და აქედან გამომდინარე განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსში 359 მუხლი. სახეზე გვაქვს ჩვენს დროებით საგამოძიებო კომისიის დებულება, სადაც მე-6 მუხლის მესამე ნაწილში დადგენილია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ თუ კი არ გამოცხადდება საგამოძიებო კომისიის მიერ დაბარებული პირი, არ შეასრულებს მის კანონიერ მოთხოვნას, არ მისცემს ახსნა განმარტებას, ან მიაწვდის სრულ ინფორმაციას, აღნიშნულისთვის ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეგრეთ წოდებულ კომისიაზე არ მისვლის გამო არგამაძის ისევ როგორც სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ საქმის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით არის დაწყებული. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. გივით არგამაძე, რომელიც 2008-2012 წლებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, კომისიაზე 1 აპრილს დაიბარეს. მან ქართული ოცნების დეპუტატების კითხვებზე პასუხისგაცემაზე უარი თქვა, რისთვისაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10,000 ლარიანი გირაო დააკისრა. მან ქართული ოცნების დეპუტატების კითხვებზე პასუხისგაცემაზე უარი თქვა, რისთვისაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. არგამაძემ თანხა გადაიხადა, თუმცა თუ სასამართლო მას დამნაშავეცნობს, ჯარიმა ან 1 წლიანი პატიმრობა მაინც ემუქრება. ოცნების საგამოძიებო კომისია, რომელსაც თია წულუკიანი ხელმძღვანელობს, 5 თებერვალს შეიქმნა და თავდაპირველად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობას იძიებდა, თუმცა მოგვიანებით მისი მანდატი გაფართოვდა და ახლა ის 2003 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს.